მოგესალმებით მეგობრებო. შემოდით. არის დაბნელება გვაქვს. დავანთებ ყველა სატოსტური ნახეს. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგეტიკული წმენდები. იმიტომ რომ დაბნელებები გვაქვს მეგობრებო. დაბნელებების კორიდორში შევედით ამ საბედისწერო პერიოდში და უნდა ვისაუბროთ რჩევებზე, რა შეგვიძლია გავაკეთოთ დღეს. დღეს მეგობრებო 14 მარტს გვაქვს მთვარის დაბნელება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში. რას ნიშნავს ახლა ეს ხო? დაბნელებები კლასიკურად, სტანდარტულად გვაქვს ხოლმე წელიწადში ორჯერ, როგორც წესი ეს არის შემოდგომა გაზაფხულის პერიოდი ხოლმე და რას აკეთებს დაბნელება, ხო? დაბნელება ხსნის პორტალს ტრანსფორმაციისთვის და სიახლეებისთვის, ქმნის ერთგვარ სივრცეს, ხო? საკმაოდ ემოციურად არასტაბილური დღე არის. დღეს განსაკუთრებით, იმიტომ რომ მთვარის დაბნელება გვაქვს, რა თქმა უნდა, მთვარე ჩვენს არაცნობიერთან, ჩვენს ემოციებთან, ჩვენ ჯანმრთელობასთან არის პირდაპირ კავშირში. შესაბამისად, თავი შევიკავოთ დღეს კონფლიქტებისგან და სერიოზული გადაწყვეტილებებისგან, სერიოზული წამოწყებებისგან, ხო? მაგრამ რისთვის არის კარგი დღე? კარგი დღე არის ენერგეტიკული წმენდისთვის. ანუ შეგიძლიათ სახლი დაალაგოთ, დაუშვათ, გადაყაროთ ნაგავი, ან სორტირება მოახდინოთ, ხო, რა გინდათ, რა არ გინდათ უკვე, ხო? იმიტომ რომ მთვარე ქალწულში ზუსტადაც რომ ამისთვის არის კარგი. მთვარე ქალწულში დგას ახლა, ხო, და მზეთებზე ეს კომბინაცია გვაქვს. ძალიან კარგი პერიოდია სტრუქტურირებისთვის, იმისთვის რომ ჩამოწოროთ გეგმები, კონკრეტულად დაალაგოთ რა გინდათ, ხო, აი გონებაშიც რომ დაალაგოთ რა გინდათ, რისი მოზიდვა გინდათ ამ პერიოდის განმავლობაში, მანიფესტაციას მე უფრო გირჩევთ 29 მარტს, როდესაც მზის დაბნელება გვექნება. მაგრამ დღეს კარგი პერიოდია მედიტაციისთვის, ენერგეტიკული წმენდებისთვის, ამიტომ თუ გაქვთ საკმევერი, თუ გაქვთ პალოსანტო წმინდა ხე დაუშვათ, ხო, ნებისმიერ სახის ენერგეტიკული გამწმენდი ატრიბუტი, ძალიან კარგია რომ დღეს გაწმინდოთ თქვენი სახლი, ხო? როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობითაც, ხო? იმიტომ რომ მთვარე ქალწულში რომ დგება, შეიძლება თქვენ იყოთ ქაოტური ადამიანი, მაგრამ მოგინდათ უცბად მილაგება ყველაფრის, ხო? იმიტომ რომ მთვარე ქალწულში დგას და ეს სწორედაც რომ აი ამ სისუფთავესთან, ამ დალაგებასთან, სტრუქტურირებასთან არის კავშირში მთვარე ქალწულში. ამიტომ კარგი დღე არის მაგისთვის, რომ დავალაგოთ სახლი, გავიტანოთ ყველაფერი რა ზედმეტია, მოვიშოროთ და გავაკეთოთ ენერგეტიკული წმენდები. ამისთვის კარგი დღე არის 14 მარტი. რა არ უნდა გავაკეთოთ? არ არის რეკომენდირებული სერიოზული შენაძენები, დოკუმენტებზე ხელის მოწერა, სერიოზული წამოწყებები დაოჯახება, ხო, იმ მსგავსი ივენთები, ასე ვთქვათ, და ოპერაციებიც თუ არ არის დაუშვათ რაღაცა გადაუდებელი, მართლაც რომ აი ექსტრემალური სიტუაცია. ამიტომ ეს გავითვალისწინოთ მეგობრებო, დღეს გვაქვს მთვარის დაბნელება. რა ნიშნები იგრძნობენ ამას? ხო, ნუ საბოლოო ჯამში მაინც ყველაზე აქვს გავლენა ასე თუ ისე დაბნელებებს მეგობრებო, მაგრამ კონკრეტულად შეგვიძლია გამოვყოთ ზოდიაქოს ნიშნები და ასევე პლანეტარული მდებარეობები, განსაკუთრებით რომ იგრძნობენ აი ამ დაბნელებას, ხო? ეს არის თევზები, ქალწული, ტყუპები, მშვილდოსანი და პირადი პლანეტების მდებარეობა პირად რუკაში თუ გაქვთ ამ ნიშნებში, ხო? მზე, მთვარე, ვენერა, მარსი, მერკური ან ასცენდენტი, ვისაც გაქვთ აი ამ ნიშნებში, ხო? განსაკუთრებით თქვენზე გაივლის ახლა ეს ტრანსფორმაციული პერიოდი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ სახიფათო პერიოდია, არ გინდათ ახლა ექსტრემალური და უშუალოდ ქმედებები, ხო, წამოწყებები და ასე შემდეგ, მაგრამ ამავდროულად დაბნელება კარგი პერიოდია რისთვის, ხო, თვით შემეცნებისთვის. აი თქვენ რომ დაკავდეთ ფსიქოანალიზით და უშუალოდ, ხო, ან თუ არ გქონდათ შედგენილი რუკა, რომ შეადგინოთ და უფრო ჩაუღრმავდეთ თქვენს მეს, ხო? ამისთვის მშვენიერი პერიოდია, იმიტომ რომ დაბნელებები ყოველთვის გვანახებს იმას, რაც ადრე იყო დაფარული, განსაკუთრებით მთვარის დაბნელება რომ ხდება, ხო, და მზე მთვარის საპირისპიროდ დადგომა. რატომ? იმიტომ რომ მზე თავისი შუქით ანათებს მთვარეს, რომელიც არის არაცნობიერი, ამ არაცნობიერი პროცესები და პროგრამები ამონათდება.
საკმაოდ მისტიური პერიოდია რეალურად და ვინც მგრძნობიარეა დავუშვათ, ხო, ისინი 2-3 კვირით ადრე გრძნობდნენ ამ დაბნელების მოახლოებას. ხო, ამიტომ თუ გქონდათ უძილობა, თავის ტკივილები და ფიზიოლოგიური ცვლილებები დავუშვათ, ხო, ან პირიქით ძილიანობა, ეს ყველაფერი გამოიწვია სწორედ ამ турბულენტურმა პერიოდმა, რომ გვიახლოვდებოდა ესე იგი ეს დაბნელება, იმიტომ რომ ყველა ადამიანის ორგანიზმი ხო ინდივიდუალურად რეაგირებს აი ამ ტრანსფორმაციულ ტალღებზე, რაც მოდის ხოლმე კოსმოსიდან დედამიწაზე დაბნელებების პერიოდში. ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხია რეალურად, მეგობრებო, მაგრამ მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, უბრალოდ უნდა ვიყოთ ფრთხილად ამ პერიოდში და კარგი არის რომ ნებისმიერ სახის სერიოზული წამოწყებები თუ შეგიძლიათ გადატანა, ჯობია გავაკეთოთ აპრილიდან. ანუ ეხა მარტის თვეში არ გვინდა არაფერი სერიოზული ნაბიჯები ცხოვრებაში. ეს იქნება ჩემი რეკომენდაცია და ჩემი რჩევა. და ვისაც გახსოვთ 2025 წლის პროგნოზი რომ დავდე, ჯერ კიდევ დეკემბერში მაშინ გავთხილებდით რომ აი მარტის თვე გვექნება турბულენტური და წინასწარ მოემზადეთ, ხო? ანუ კი არ გაშინებდით, უბრალოდ გავთხილებდით მე. იმიტომ რომ როდესაც ადამიანი გავთხილებულია, ხო, შეიძლება თავი აარიდოს შეცდომებს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიყოთ ინფორმირებულები, ხო, კოლექტიურად, კაცობრიობა იყოს ინფორმირებული. და კიდევ მეორე მნიშვნელოვანი პლანეტარული მოვლენა, ხო, რაც მოხდა დღეს, ესე იგი 14 მარტი საკმაოდ ისეთი ტრანსფორმაციულია ნამდვილად. ეს არის რა? მერკურის რეტროგრადულობა. მერკურის რეტროგრადულობა დაიწყო 14 მარტიდან, ანუ დღეიდან 6 აპრილის ჩათვლით. შესაბამისად, რეტროგრადული მერკური გვაქვს, რას მოიტანს ახლა ეს? საცობები, მის კომუნიკაცია, შეფერხებები ტექნიკური, ხო, შეიძლება ტექნიკა გაფუჭდეს საერთოდ ან ჭედავდეს. აი მე გამიჭედა მაგალითად დღეს ტელეფონმა უკვე დილის და ვფიქრობდი აი რა ხდება, რატო ჭედავს და უცბად გამახსენდა რომ დაიწყო მერკურის რეტროგრადულობა, ამიტომ ჭედავს. ანუ რეალურად შეიძლება ხანდახან აი ყველაფერი არ გვახსოვდეს, ხო, მაგრამ აი რომ დავფიქრდეთ და შევამოწმოთ ეს პლანეტარული ტრანზიტები, აი გავოცდებით რამდენად მართლდება ეს ასტროლოგიური პროგნოზები. ამიტომ თუ თქვენს გაგიჭედათ ტელეფონმა დღეს, ან გიჭედავთ ახლა, ეს ყველაფერი არის სწორედ მერკურის რეტროგრადულობის დამსახურება. და რა თქმა უნდა, ნუ დაგვავიწყდება რომ ვენერას რეტროგრადულობას გვაქვს, ამაზე ჩემს წინა ლაივში ვსაუბრობდი, ხო, ვინც ვერ დაესწარეთ წინა ლაივს ჩანაწერი დევს და შეგიძლიათ ნახოთ. ვენერას რეტროგრადულობა და მერკურის რეტროგრადულობა. ანუ იმაგვშორება. ძალიან იმამქდა რაღაც დამიწერა რომ ინტერნეტის კონექშენი არ არის კარგიო და დამიწერეთ ხო ჩანვარ მეგობრებო რომ პრობლემა არ იყოს. ხო? მეგობრებო. რაღაცა აი კომპიუტერთან შემოვალ რომ არ იყოს ხარვეზი. რამე. აჰა. კონექტ ჩანვარ, ხო? აჰა. კომპიუტერი არა, ჩანვარ, всё. აი, უკვე ჭედავს. ლილიტის ცვლილება როდის არისო? ლილიტის ცვლილება არის მეგობრებო 29 მარტის შემდეგ. ლილიტი შევა მორიელში. ესე იგი მეგობრებო, გავითვალისწინოთ, გვაქვს ვენერას რეტროგრადულობა და მერკურის რეტროგრადულობა. რაც ნიშნავს იმას, რომ ეხლა ყველა ვბრუნდებით წარსულში. ანუ თუ ნოსტალგიები გქონდათ ამ პერიოდის განმავლობაში დავუშვათ, ხო? გახსენდებოდათ ადამიანები წარსულიდან, ან ჩდებოდნენ ადამიანები წარსულიდან, ეს ყველაფერი მოიტანა სწორედ აი ამ რეტროგრადულობის პერიოდმა, მეგობრებო. ვენერას და მერკურის რეტროგრადულობა გვაქვს. ჩანხართ ისმის, მადლობა, მეგობრებო. ხო, დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დღეა, ესე იგი 14 მარტი, რამდენი რამ ხდება, ესე იგი მერკურის რეტროგრადულობა და თან პლუს თვალის დაბნელება და ზოგადად ციფრი 14 სხვადასხვა მეგობრებო, ხო, ნუმეროლოგიაში, ციფრულ ნუმეროლოგიაში, ხო, არის არქეტიპი ბალანსის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ ბალანსი შევინარჩუნოთ, შინაგანი ბალანსი და ჰარმონია, რომ აი არ გადავიხაროთ კარდინალურად ერთ მხარეს ან კარდინალურად მეორე მხარეს, მეგობრებო, ამიტომ ესეც კარგია რომ გავითვალისწინოთ.
ხო, ესე იგი, რეტროგრადულობის პერიოდი. ახალი წამოწყებები არ ვარგა, მაგრამ რისთვის არის კარგი პერიოდი, ხო? ამდენი პლანეტა რომ რეტროგრადული გვაქვს. ძველი საქმეების გაგრძელება, აი, ადრე დაწყებული, მიტოვებული, დავუშვათ პროექტები შეგიძლიათ გააგრძელოთ. ან დავუშვათ ძველი საქმეების გამოსწორება. აი, მაგისთვის იდეალური პერიოდია ხოლმე პლანეტარული რეტროგრადულობის ციკლები, ხო, რომ გვაქვს ხოლმე. ამიტომ კარგი არის ეს პერიოდი იმისთვის, რომ ძველი შეცდომები გამოვასწოროთ შეძლებისამებრ, დავუშვათ, ხო? შეიძლება რომ დავუშვათ შეურიგდეთ ადამიანებს წარსულიდან, ან უბრალოდ გაარკვიოთ თქვენი ურთიერთობა, ხო? თუ დავუშვათ ვერ დაივიწყეთ და რაღაცა გაურკვეველი მომენტები დარჩა, ხო? ამისთვისაც მშვენიერი პერიოდია, ხო, რომ გავუშვათ მაქსიმალურად ეს წარსულის ნეგატიური პროგრამები. რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა ახალი ურთიერთობის დაწყება ამ პერიოდში, შეიძლება გამოჩნდნენ დავუშვათ ადამიანები ეხლა თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ თვითონ პარტნიორული ურთიერთობის დაწყებას, მეგობრებო, აი 12 აპრილამდე მაინც არ გირჩევთ, იმიტომ რომ როდესაც ვენერას რეტროგრადულობა გვაქვს, ხო, ეს ნიშნავს, რომ არ გვინდა ეხლა სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება, ან დავუშვათ ზედმეტად დასერიოზულებაც. ეს ჯობია მოხდეს მერე, იმიტომ რომ შეიძლება ეხლა შეცდომა დავუშვათ სასიყვარულო მიმართულებით. ასევე ფინანსური წამოწყებები, ფინანსური დაბანდებები ამ პერიოდში არ ვარგა. ანუ 1 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით, აი ეს პერიოდი სანამ გვაქვს ვენერას რეტროგრადულობა, მეგობრებო. და განსაკუთრებით ახლა რა ნიშნებს შეეხო ეს ვენერას რეტროგრადულობა, რა თქმა უნდა ვერძებს და თევზებს, ამიტომ თუ ხართ ვერძი, ან თევზი, ან გაქვთ პირად რუკაში ვენერა ვერძში, ან ვენერა თევზებში და განსაკუთრებით გრძნობთ ამ შეფერხებებს და უშუალოდ პასიურობას, ნოსტალგიებს ეს მოიტანა სწორედ აი ამ პლანეტარულმა კომბინაციამ, რაც გვაქვს ახლა ცის კაბადონზე. საკმაოდ საინტერესო პერიოდში ვართ ახლა, მეგობრებო, მარტის თვე მე ადრეც გაგაფრთხილეთ, რომ იქნებოდა ძალიან მძიმე და ტურბულენტური ემოციურად, მაგრამ რაღა დარჩა ცოტად და გადავა პრინციპში ეს თვე, ამიტომ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ კონფლიქტებისგან და სერიოზული წამოწყებებისგან. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, ხო? იმიტომ რომ არ არის მარტივი ენერგიები, არ არის მარტივი თვე საბოლოო ჯამში, მეგობრებო. თან აი კომპიუტერითაც ვნახავ, რაღაცები არ მიჩნევს ხოლმე ტელეფონით, მეგობრებო, თქვენი კითხვები. ლილიტი მყავს თხის რგაში სასწოლი ვარ, ანუ ეს კიდევ უარესია, ვიდრე სასწოლში რომ მყავდა. არა, ლილიტი თქვენ თუ თხის რგაში გაქვთ, ლილიტის დაბრუნების პერიოდი არ გაქვთ ჯერ, მინიმუმ რამდენიმე წელი. ვისაც ლილიტი პირად რუკაში აქვს სასწოლში, მათთვის არის რთული პერიოდი მარტის ბოლომდე, ხო, ეს ლილიტის დაბრუნების ციკლი. ან ვინც სასწოლია და უშუალოდ ზოდიაქოთი, ხო, მათთვისაც არ არის ფლად მარტივი პერიოდი, სანამ შავი მთვარი არ დატოვებს ამ ნიშანს, ხო? ან პირად რუკაში ვისაც აქვს სასწოლის გავლენა. ამიტომ აქ ამ შემთხვევაში ლილიტი თხის რგაზე თუ საუბრობთ, არა. ნამდვილად არა, ლილიტი თხის რგაში არ გვექნება ჯერ რამდენიმე წელი. არ გვექნება. ეხლა მეგობრებო, ენერგიის დაქვეითების პერიოდი აქვთ ქალწულებს და ვერძებს. ამიტომ ქალწულებს და ვერძებს მიმართავ მეტი უნდა დაისვენოთ ქალწულებო და ვერძებო, იმიტომ რომ თქვენი ენერგოტონუსი არის ეხლა დავარდნილი. ეს ბუნებრივად ასე ხდება, როდესაც მზე დგას ხოლმე თევზებში. ახლა მორიელში გადავიდა ლილიტი, არ გადასულა ჯერ. არ გადასულა. 29 მარტის მერე გადავა და მორიელის მერე მოდის მშვილდოსანი და მერე მოდის თხის რქა. ამიტომ აქ ქრონოლოგია აურიეთ თქვენ. ეხლა მორიელის მერე თხის რქა არ მოდის. ამიტომ არა. ნახოთ. როგორი პერიოდია კირჩხებისთვის? ეხლა მზე წყლის სტიქიაშია, ხო, მზე არის თევზებში. შესაბამისად, სიწყლის ნიშნების პერიოდია ეხლა, ხო? ინტუიცია არის გააქტიურებული.
და ცოტა დეპრესიულობაც, მაგრამ აი შემოქმედებითი საწყისებიც გააქტიურებული. შესაბამისად, ეხლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ კირჩხიბებისთვის, თევზებისთვის, მურელებისთვის კარგი პერიოდია საბოლოო ჯამში, თუ პირად რუკაში პერსონალური მდებარეობები და ტრანზიტები არ გვეუბნება საპირისპიროს. ამიტომ ეს მაინც ინდივიდუალურია, ზოგად ფონზე თუ ვსაუბრობთ, ეხლა არის რა თქმა უნდა ჯერჯერობით წყლის ნიშნების პერიოდი მეგობრებო. ბევრი გვწერს ისევ ფინანსურ ჭხრებზე, მეგობრებო, მარაგში აღარ არის ფინანსური ჭხრები, ფინანსების მოსაზრეთი ჭხრები, გაგვეყიდა მთლიანად, მაგრამ ველოდებით ახლა ახალ პარტიას მარტის ბოლომდე ჩამოგვივა, ბევრმა მოგწერა უკვე გადადებაზე, ამიტომ გადადება თუ გინდათ ფინანსების მოსაზრეთი ჩვენი ჭხრების, შეგიძლიათ მოგწეროთ გადადებაზე, რომ აი დავუშვათ მინდა გადადება. კი ბატონო, გადაგიდებთ, არ არის პრობლემა. წინაზეც რომ ჩამოგვივიდა, ბევრმა გადაგოდებინა და ფაქტობრივად ზოგს იმ დღეს რომ ჩამოგვივიდა, იმ დღესვე მივაწოდეთ, ზოგს რამდენიმე დღეში მიუვიდა ეს შეკვეთა. ამიტომ თუ გსურთ გადადება ფინანსების მოსაზრეთი ჭხრების და ასევე აურის გამწვენდი ჭხრებით ჩამოგვივა ახალი პარტია საერთოდ და ტიბეტური თასიც კომპაქტური ზომის, აი ესეთი კომპაქტური ზომის ბევრი წერს ხოლმე რომ წკრიალახმა აქვს, ხო, წკრიალახმის ჩამოგვივა მეგობრებო მარტის ბოლომდე. ამიტომ გადადება ვისაც გსურთ, უნდა მოგწეროთ პირადში. ეხლა სეიჯებიც აღარ გვაქვს მარაგში უკვე. მარაგში გვაქვს ჩვენი დამამშვიდებელი ლავანდის ეთერზეთი, ლავანდის აყვავილების ეთერზეთია და პალო სანტო წმინდა ხე. ამიტომ ეს პროდუქცია გვაქვს ეხლა ჯერჯერობით მარაგში და ანუ ჭხრების დასადგამი ხის. აი ჭხრების ხის დასადგამიც გვაქვს ამ ეტაპზე მარაგში. მარტის ბოლომდე მარაგი ფინანსების ჭხრების შეივსება საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ну, პრინციპში ვიცი რატომაც, იმიტომ რომ საოცარია ნამდვილად, აი მეც ჩემთვის აი რომ ჩამოვიდა, ცოტა შევინახე, რომ მე მქონდეს თქო და ვიზოგავ, აი საოცარი ეფექტი აქვს ჩვენს ფინანსურ ჭხრებს, აი ერთხელ მაინც უნდა დატესტოთ, მეგობრებო, აი საოცრება, სწორედ თუ გამოიყენებთ, მართლა საოცარი ეფექტი აქვს ფინანსური კანალის გახსნის. ბოლომდე უნდა ჩაიწვას და კარგია რომ დავუშვათ აი ფინანსური მანიფესტაციაც გააკეთოთ, აი ფინანსური აფირმაციები, რომ მოიზიდოთ ფინანსები და ბოლომდე უნდა ჩაიწვას. აი საოცარი ეფექტი აქვს ნამდვილად. და მარტის ბოლომდე შეგვევსება მეგობრებო მარაგი. როგორი პერიოდია, მეგობრებო, ეხლა ყველასთვის რთული პერიოდია, ემოციური პერიოდი, დაბნელებებში ვართ. ამიტომ უფრო რელევანტურია, აი დაბნელებები რომ ჩაივლის, მერე ვისაუბროთ, ვისთვისაა კარგი პერიოდი, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან ისეთი ემოციური ფონი არის გააქტიურებული, ზოგი უფრო წინასწარ გრძნობდა ამ ემოციურ ფონს, ზოგი აი ზუსტად აი ამ დაბნელების პერიოდში იგრძნობს აი ამ დაბნელებების ენერგიას და ზოგი დაბნელებებიდან აი 2-3 კვირის მერე გრძნობს ხოლმე. ამიტომ საკმაოდ ისეთი კომპლექსური პროცესია. ბატონო, მახსოვს ვისაუბრა წინა ლაივში ზელენსკის და ტრამპის кейსიც, ну აი ძალიან საინტერესო იყო ნამდვილად, აი ერთნაირი იდენტური მარსების შეჯახება რომ მოხდა ის მარსილომის ძალიან საინტერესოა ნამდვილად. მე აი მაგ ფსიქოტიპების განხილვა თუ დაგაინტერესებთ ცალკე ხო, აი ამ კონტექსტში მომწერეთ მეგობრებო, მოგწერეთ ჩვენ, შეგიძლიათ მოგწეროთ ან კომენტარში, ან ისე მოგწეროთ page-ზე, ვითვალისწინებთ ხოლმე თქვენს ინტერესს, რო გწერეთ, რომ აი ვიდეო დავუშვათ გვაინტერესებს ამ თემას და ვითვალისწინებთ ხოლმე. და თუ დაგაინტერესებთ აი მაგ ფსიქოტიპების განხილვა, ხო, დავუშვათ აი იდენტური მარსების შეჯახება როგორ ხდება, ვთქვათ, მარსის ასწორთან, მარსილომთან და აი რა ურთიერთქმედება შეიძლება მოგცეს ამან. ეს თემა თუ დაგაინტერესებთ, აუცილებლად დაპლიუსტით კომენტარებში ან მოგწერეთ მეგობრებო, იმიტომ რომ მართლაც საკმაოდ ვრცელი და საინტერესო თემა არის.
ბატონო. და ხო, მეგობრებო, დღეს ხომ დაბნელება გვაქვს, მაგრამ მე უნდა გაგახაროთ, იმიტომ რომ გვერდის ადმინისტრაციასაც ვესაუბრე ამ თემას და გადავწყვეტეთ, ვინაიდან ბევრი მესიჯი მოგვივიდა თქვენი თხოვნით, რაღაც პერიოდი აღარ გქონდა საერთოდ ფასდაკლება და ვინაიდან წამოვიდა ისევ თქვენი მხრიდან თხოვნა რომ ისევ დააბრუნდეს ფასდაკლება, მეგობრებო, მარტის ბოლომდე გვაქვს ისევ 40%-მდე ფასდაკლება ყველა სერვისზე. აი, ერთსაათიანი ონლაინ კონსულტაცია, ბედის მატრიცის ანალიზი, პირადი რუკის განხილვა, თარიღის გამოთვლა, ნუმეროლოგია, ყველაფერზე დაბრუნდა ისევ 40%-მდე ფასდაკლება. ამიტომ, ვინც ელოდით ფასდაკლებას ისევ, შეგიძლიათ მოგწეროთ და სანამ გვექნება, აპრილამდე გვექნება, შეგიძლიათ მოასწროთ შეკვეთა თქვენი სერვისების ან დაუშვათ ჩაწერა ჩემთან კონსულტაციაზე. ხო, აი კონსულტაციაზე ხშირად დაინტერესებთ, რომ რა თემები განიხილება. კონსულტაციაზე განიხილება როგორც ჯანმრთელობა, ფინანსები, პირადი შეთავსება პარტნიორთან, ხო, სინასტრია, პროგნოსტიკა განიხილება, რჩევები, კარმის დიაგნოსტიკა, თქვენი რუკის განხილვა ჩემთან ერთად და იქ კითხვებზე პასუხი საკმაოდ ვრცელი გამოდის ხოლმე მეგობრებო კონსულტაცია, ამიტომ ერთსაათიანი ონლაინ კონსულტაცია ვინცაც გინდათ, ამ კვირის ბოლომდე არ არის ჯერ ადგილები შევსებული, ამიტომ შეგიძლიათ მოგწეროთ და ადმინები გეტყვიან, რომელი დღეები და საათები გვაქვს თავისუფალი. თუ დავუშვათ ხართ ან ამერიკაში დავუშვათ, ხო, ან კანადაში და გაწყობთ აი თბილისის დროით გვიან, ვმუშაობთ კი, აი გქონია 12 საათზეც, ღამის 12-ზეც გქონია ხოლმე ჩართობი და პირველზეც. ამიტომ წინასწარ ხდება დროის შეთანხმება, მთავარია მეც მეცალოს და თქვენც რომ გეცალოთ. ამიტომ თუ გინდათ ჩემთან პირადად გასაუბრება და თემების განხილვა, ხო, აი ახლობლების რუკების განიხილება, მეგობრებო, კონსულტაციაზე მხოლოდ თქვენი რუკა არა. ამიტომ თუ გინდათ კონსულტაცია ჩემთან ონლაინ, თან ეხლა 40%-მდე ფასდაკლება გვაქვს ისევ ყველა სერვისზე, მეგობრებო. უნდა ჩასაწერად მოგწეროთ, მეგობრებო, ასტროგურუს page-ზე მოგწეროთ ან დააკომენტაროთ. სასწავლო კურსს როდის დაამატებთო? ხო, აი საკმაოდ საინტერესოა, ვმუშაობთ მაგაზე, გვინდა რომ სასწავლო ვიდეოები, ხო, აი ვიდეოებზე ვმუშაობთ, ახლა რომ აი სასწავლო ვიდეოები, ასტროლოგიის შემსწავლელი ვიდეოები თავის სლაიდებით ვქმნით ამას და უახლოეს პერიოდში წარვადგენთ, მეგობრებო, და გექნებათ საშუალება, რომ აი ვიდეო ჩანაწერის სახით გქონდეთ ეს მეგობრებო სასწავლო ინფორმაციული სლაიდები და ვიდეო. ამიტომ დაელოდეთ, ადევნეთ ჩვენ გვერდს თვალი, მეგობრებო, და უახლოეს პერიოდში დავაანონსებთ აი სასწავლო ვიდეოებს და ვიდეოების შემდგომში უკვე სასწავლო კურსს, რომელიც იქნება ონლაინ. აი, ან Google Meet-ით იქნება დავუშვათ, ან Zoom-ით, ხო, ან WhatsApp-ით, აი ვფიქრობთ ახლა რომელი პლატფორმა ჯობია, ამიტომ მაგასაც დავაანონსებთ. ამას ვგეგმავთ ნამდვილად, აი ბევრს აინტერესებს ხოლმე ასტროლოგიის შესწავლა, ამიტომ კი ბატონო, მალე გვექნება. როგორც ასტროლოგიის შემსწავლელ ვიდეოებს მალე დავდებთ ამაზე პრომოს და შეგეძლებათ შეძენა, ხო? იქნება ჯამში 12 ვიდეო ასტროლოგიის შემსწავლელი, საკმაოდ ვრცელი, საინტერესო თემატური, შეგიძლიათ მთლიანად შეიძინოთ 12-ვე, ან ცალ-ცალკე აი რა თემაზეც გაინტერესებთ ვიდეო. ამას მალე დავდებთ, მეგობრებო, ვმუშაობთ ამ ფორმატზე. და ვინც ახლა შემოხვედით, მეგობრებო, საუბრობდით დაბნელებებზე, დაბნელებების კორიდორი დაიწყო, ვენერაც რეტროგრადულობაში ვართ ახლა საერთოდ და ასევე მერკურის რეტროგრადულობაც დაიწყო დღეიდან და ესეთი სიურპრიზი გვაქვს, ვინაიდან ჩვენმა გამომწერებმა ვთხოვეს, ისევ დაბრუნდა 40%-მდე ფასდაკლება ყველა სერვისზე, მეგობრებო, აპრილის თვემდე იქნება, ამიტომ მოასწარით შეკვეთა თქვენთვის საინტერესო სერვისების. სერვისების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ ან ჩვენს გვერდზე, ან სტორიებშიც გვაქვს ხოლმე ხშირად, ან მოგწერეთ და ადმინები ჩაგიგდებენ სერვისებს თავისი ფასდაკლებული ფასებით, მეგობრებო. ახლავე, აი აქ ვნახოთ, აქ აღარ მიჩანს წესიერად აქ და აქ მაინც ვნახავ თქვენს კითხვებს.
გაგველოდება ტყუპებს. Ну აი აქ უკვე აი მსგავსი კითხვები რომ მოდის, მეგობრებო, ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ პროგნოსტიკაზე რომ ვსაუბრობთ, ხო, ეს არის ძალიან ინდივიდუალური. ამიტომ აი განზოგადება არ მიყვარს ხოლმე. გააჩნიათ თქვენს პერსონალურ ტრანზიტებს. ზოგადად 9 ივნისამდე ისედაც იუპიტერი წარმატების და გაფართოების პლანეტა არის ისევ ტყუპებში, მაგრამ გააჩნიათ თქვენს პერსონალურ რუკას მაინც, ხო? და პროგნოსტიკა თუ გაინტერესებთ, ესეც განიხილება ხოლმე კონსულტაციაზე ან ცალკე სერვისადაც გვაქვს მეგობრებო და ვინც ვერ დაესწრო ჩვენს ლაივს, შევინახავთ ჩანაწერს აუცილებლად.